ერთი ალბათ არის 90-იანი არა 2000-ის დასაწყისი რა. ჯერ ხელისუფლების ცვლილება რო არა, მოხდა ის დროა და ფოჩი ახლა არის მოგეხსენებათ რკინიგზა უმთავრესი როლი აქვს და ტვირთის გადაზიდვა რა ეს ტრანსატლანტიკური კავშირი და რაღაცა ამ თემებზე მიდის ლაპარაკი რომ აქ შუა დერეფანი და ხო სულ არ ვიცი და რა შუა დაიწყეს და ჯერ მიგზებო ემზარის მოვიკითხავ ემზარი მე მგონია ამერიკაში ცხოვრობს ახლა არ ვიცი სადა რა ვიცი ოსილოს უკან მუშაობდა მე დისპეჩერი იყო რა და დისპეჩერი. ხო რა და იქ ერთი ადგილია ქალაქის შემოსასვლელში დღესაც რა რომ ის რკინიგზა რო მატარებელი რო გაივლის იქ მანქანების ჩერდება რა. ხო ეს 60-ის თავარი საიდან იწყება ფოთიდან თავარი ტვირთ ბრუნვა სადაც არის იქ არ გადაადგილება და დღესაც მატარებელი სანამ ჭადრების იქით დავიწყო. ხო აი მაგ შეგეკება იმ სადიჭეროში. აი თქვენ თუ შეამჩნიეთ რა კარგად ვიცი ფოთი. კი ბატონო. ხო და უკეთ გაგაცნო. ჩვენი მეგობარი ანუ სადაც არ უნდა დამპატიჟოთ მოგაგდებ. ყველა ვარიანტი. პრობლემა არა, ჯალოს არა. ხო და ვინც ამ ქსელს ქალაქში ხა ტერმინალებია რაღაცა ხო ამ სარკინიგზო ქსელის სპეციალისტი არსებობს რა. ეს კომპანია სალკე და რომ ემსახურება და ამას მისი აწყობა უნდა რა ცოდნა უნდა ხა სპეციფიკური ცოდნა ისეთი უნარებია რომ ყველას არ შეუძლია. გრადუსის დაცვა ისა და ვინც ამ საქმეზე მუშაობს, იმათმა ყველამ აბსოლუტურად ყველამ იცის განრიგი მატარებლის ახლა როდის შეიძლება შლანგმოვი დაიკეტოს და მოდის მანქანით ეს კაცი. მაგრამ ის დისპეჩერმა დისპეჩერი ეს ემზარი რა ვიცი სულ არ იცნობს ამას. ხო და დაეკეტა რა შლანგმოვი და ახლა გავიდა 2 წუთს ამიტომ არაფერი არ მოდის და გავკვირვებულია და ამ დროს გამოვიდა ემზარი სადისპეჩეროდან სადისპეჩეროდან რა ხდებაო ეკითხება და არაფერიო ვერ მივატოვეო ტერიტორია და რაღაცა სიგარეტი მომაწევიო კაცმა ტრანსატლანტიკური კავშირი დაკეტა თელი გადაკეტა აიმერი დაგროვდა ის რაღაცა იმ მოცენა დაეწერა დაკეტა და გააჩერა აზია ევროპის კავშირი გადაკეტა სიგარეტი უნდა აჩერა ტრასე გადაიზარა ერთი რა კაცები